და ზუსტად ეგ დამწყები ვარ მე. ვიყავი 2 წლის წინ, ალბათ 2 წელი გავიდა. მქონდა ნარბენი მარათონი კვიპროსში ვირბინე და ჩემთვის იყო ეს რაღაც ძალიან წარმოუდგენელი, ყველაზე დიდი დისტანცია იყო მაშინ, 42 კილომეტრი ვირბინე 3 საათში და 55 წუთში, რაც დამწყებისთვის მგონია რომ კარგი შედეგი იყო, მით უმეტეს იმ დროისთვის. და რომ ჩამოვედი ერთ კვირაში ეგრევე ვირბინე 100 კილომეტრი. ანუ 29 დეკემბერს. ეგ არ უნდა ქნათ, ანუ ერთ კვირაში არ უნდა ირბინათ. თან რა თქმა უნდა არც მივარჯიშ, ანუ 100 კილომეტრი მომზადება, რაც მე მგონი გუგამ უკვე გაგიზიარათ. და ანუ ეს 100 კილომეტრი რო დავიწყეთ რეალურად სირბილი, მე-20 კილომეტრზე უკვე ხვდებოდი რომ ტკივა მუხლი. კი, მე-20. ეგრე მალე დაგტკივა. კი, უკვე ტკიოდა მუხლი. და ანუ არ უნდა გამეგზელებინა. კიდე მეორე შეცდომა რაც დავუშვი, რომ ეგეთ დროს რეალურად როცა იცი რომ ეგრე აქ ტკივდა, მან უკვე ჯიბში არ უნდა ჩაუდგე საკუთარ თავს, რაღაც მომენტებში უნდა დასტობდე მართლა.